ჩენდა. საპროვოკაციო შედიოდნენ. კი. აი ეს თავარი მომენტი მათ შორის არის ის, რაც აკადემიურმა წრეებმა უნდა ისაუბრონ და ხელისუფლება, ასე ვთქვათ, გამოაფხიზნონ, გახლავთ ის, რომ რუსეთს ყველა შემთხვევაში სურს პროვოკაციებით დაძაბულობის ფონი შექმნას. ამიტომ რაც აგვისტოში მოხდა და რისი მსხვერპლით ჩვენ ფაქტობრივად გავხდით აი პერმანენტული პროვოკაციების შედეგად ჩაგვიწვიეს ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, არ უნდა განმეორდეს იგი. ჩვენ თუ დავაკვირდებით სიტუაციას და გავაანალიზებთ, აგვისტოს მოვლენების წინ საკმაოდ ბევრი პროვოკაცია უძღოდა ყველაფერ ამას წინ. და საბოლოო ჯამში ეს გადაიზარდა ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. დღეს ვითარება გაცილებით უფრო რთულია. ვარნდავით საკმარისი ერთი პატარა პროვოკაციაც კი, რომ შეიძლება ამან გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი შეტაკება, რაც შემდეგ უკვე რუსეთს როგორც წინა შემთხვევაში მისცემს იმის საფუძველს, რომ მორიგი აგრესია განახორციელოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით არსებული საფუძველი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ალოგიკურ, არა ცივილიზებულ ქვეყანასთან საქმე, რომელსაც ქვია კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკა. რა უნდა გავაკეთოთ, არა მთავარი ალბათ კითხვა ესა. დასავლეთს უნდა მოვთხოვოთ მეტი პასუხისმგებლობა და მეტი რეაგირება უშუალოდ აი ესეთ რთულ ვითარებაში. თუ კი დასავლეთი რუსეთს პირდაპირ გააფრთხილებს, რომ მორიგი აგრესიის შემთხვევაში ეს აღარ იქნება დასავლეთი ამაზე უბრალოდ თვალს არ დახუჭავს და ასევე შეერთებული შტატების მხრიდან ეს იქნება მე ვფიქრობ პრევენციის ძალიან კარგი და სწორი ნაბიჯი. აქეთ ეს იმადობა ყოველ შემთხვევაში არის მე აი თქვენ ბრძანეთ გავში რაღაც სიმაღლეები აუღიათ ამას რაღაც შეფიქრიანდი და შეშინდნენ ბიჭები იქ მოსკოვში აი რაღაც სამხედრო საჰაერო თავდაცვის რაღაც სისტემის დაჩქარებული ტემპით რეანიმაციის გამო და დაჩქარება უნდა თუ აი ეს მედიანიუსის განცხადებას მნიშვნელოვანია რომ ბეკემეში მგონია ყოველი კვირის წინ განუხილიათ პუტინთან მაკაროვის გეგმა ის რედკოვი თუ ფრატკოვი რო დაზვერვის უფროსის კოდგეგმა ორი გეგმა არსებობსო არის ეს და რაღაც უცნაური სცენი არის აქ აი თითქოს ხალხი არ არსებობს თითქოს სახელმწიფო არ არსებობს აი ეს გეგმავენ აი ბევრი რამ მოუწევს აი შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით რაღაცა აამუშაო და ამ დროს არ იფიქრო ხალხზე ისე შტაბები მომშევარ არ უსწრებია ფიქრობენ ხალხზე მოსახლეობას ამ არის ზოლტენისთან აქვს აქ 1.200.000 ვარ პირამდი ბატონო თბილისში ყველა შემოვიდნენ თბილისში აი მე მგონი უწერა 3 დივიზია რა შეყოფა თბილისს არ ეყოფა 1.200.000 არის ქალაქის გაკონტროლება ძალიან დიდი ძალებით შედება ხო რა არის ეს ინფორმაცია სპეციალურად ხო არა შემოგდებული ჩვენთან ორი მთავარი მომენტი უნდა განვიხილოთ ამ შემთხვევაში ერთი არის რომ გეგმები იხილება ამას საიდან გებულობ ამას ინფორმაცია რომ თარგმნეს ბატონ დავით ანალიტიკოსი არა ნუ დაიწყო რომ მედიანიუსმა გაახსევა ეს ინფორმაცია საიდან მოიტანა ეს მას ალბათ თავის წყაროებით ესეთ ინფორმაციას მე არა ინფორმაციას არამედ სიტუაციის ანალიზს ვენდობ ნებისმიერ შემთხვევაში რამდენადაც რუსეთს რეალური თავისი მიზანი არ აქვს მიღწეული ის აუცილებლად ფიქრობს მორიგ გეგმაზე რომც მიზანი მიღწეული კონდეს ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ ქვეყანაში როგორც რუსეთი რომელსაც კრემლი მართავს ის აუცილებლად შემდგომ გეგმას იხილავს და წინასწარ ამის შემზადება ჩვენ შეიძლება ამ წელ კონდეს პრობლემები და გეგმების გარეშე მოქმედებდეს მაგრამ ასეთ იმპერიალისტურ ქვეყანაში სადაც მართლ ძალას წარმოადგენენ კგბ-ის ყოფილი აგენტები ეს 2+2 აი ამ კითხვაზე პასუხი. ანუ იმაზე ნუ ვიტამათებ ასეთი გეგმები არსებობს თუ არა. კი ბატონო, მეორე არსებობდა. რა მოტივით უნდა დაიწყო? გარნო დავით, გეგმა არსებობს, მაგრამ პუტინის ხელისუფლება და მედვედევის ხელისუფლება ფიქრობს ამ გეგმის რეალიზება რამდენად შესაძლებელია. ეს მეორე საკითხია. იმდენად რამდენადაც თუ კი რუსეთი მორიგ აგრესიას განახორციელებს, ეს იქნება უკვე არა საერთაშორისო სამართლისთვის ფეხის დაბიჯება, არამედ ეს იქნება სოფლიოში აბსოლუტურად ახალი წესრიგი და ახალი ტიპის სოფლიოს შექმნა, რომელიც მთლიანად აურდაურებს აქამდე არსებულ წყალებში. რა სჭირდება რუსეთს ახლა? მაინც რა სჭირდება მე უკვე დაგითახელეთ რამდენიმე ფაქტორი. შეიძლება შეერთებული შტატების პრეზიდენტ ან მთლიანად ევროპას არ ჭირდებოდეს ეს, მაგრამ რუსეთი თვლის, რომ თუ კი ის ამ ეკონომიკურ კრიზისში
კლავად ჩაებნება, შეიძლება მომავალს რეალურად დადგეს რუსეთის არსებობა არ არსებობის საკითხი. მე შეიძლება გადამატებულად ვსაუბრობ, მაგრამ შეიძლება ესეც ამანაც ამდენად მას სჭირდება იმ ბერკეტების ხელში ჩაგდება, რომელიც მას თუ შეიძლება ითქვას სალაროს დასახებს. ეს ერთი. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ასეთი გეგმები არსებობს, უბრალოდ ხდება იმის შეფასება, რამდენად მიზან შეტანილია ამ გეგმების რეალიზება. და არის საუბარი იმაზე, რომ თუ კი რუსეთი ღიად განახორციელებს აგრესიას თბილისზე და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი იქნება მოსახლეობაში, მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი, ცხადია დასავლეთი თავდახუჭული არ დაძდება. და ამას თავისი მიზეზი აქვს. ამას მიზეზი აქვს არა როგორც საქართველოსთვის. ანუ ჩვენ კი არ ვიქნებით იქ გადარჩენის ობიექტი, არამედ იქნება პირველ რიგში მათი ინტერესების გადარჩენის ობიექტი. შეერთებული შტატების ინტერესი ძალიან დიდია და შესაძლოა ამ შემთხვევაში განიხილებოდეს კრემლში ასევე გეგმა, რომ თავდასხმის რუსეთის მიერ თბილისზე თავდასხმის შემთხვევაში ნატო ან შეერთებული შტატები ჩაებას ამ ომში უშუალო სამხედრო კომპონენტად. ამ შემთხვევაში პროგნოზები შეიძლება უკიდურესად კატასტროფულად დაგასრულდეს რუსეთისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენთვის კარგია. არ ნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი მსხვერპლი ჩვენს მოსახლეობაში შორის ჩვენთვის უკვე კატასტროფაა და მით უმეტეს განადგურებული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ინტერესებში არჩევს. თუმცა რუსეთი ამას არ აანალიზებს საქართველოს მოსახლეობისა თუ ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ თავისი საფრთხეებიდან დის გათვალისწინებით. ანუ ფიქრობს, რომ თუ ასეთ გეგმას განახორციელებს, წინააღმდეგობა შეიძლება რეალური იყოს და ამ წინააღმდეგობას შეიძლება დაემატოს მოსახლეობის წინააღმდეგობას უგულით, ხო? ამ წინააღმდეგობას შეიძლება რეალურად უკვე დაემატოს დასავლეთის დახმარება. კარგი, ირაკლი, შენ რეკლამაზე უნდა გავიდე. აგიფიქრიათ, რომ აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით სპეციალურად რატო ხდება იქ თქვა სტრატეგიული პუნქტების გამაგრება. 72-ების შეუყვანეთ, მაგრამ მე მაინც ეს დავიწყება შეგვიძლია ირაკლი ბატონო, რომ ახლა ეს მედიანიუსი პროსახელისუფლებო არის. ეს სააგენტო. მე მგონი რა ვიცი, თვითონ ხელისუფლებას აწყობდა, რომ ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო. მით უმეტეს, რომ სპარტეს მაგაზეც ფარდაბეჭდა ეს უცნაური მედიანიუსის ინფორმაცია. საიდან უნდა მიიღო ეს ინფორმაცია მედიანის თუ არა ხელისუფლებიდან. ხო, ჩვენ მაყურებელი შემოვიყვანოთ და რეკლამის შემდგომ პასუხი გავცეთ. გისმენ, დიახ, ეთერში ხარ? ალო, გისმენ ბატონო. გამარჯობა ბატონო ირაკლი. მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით მაინტერესებს. მოუყვანიათ მან გზა და მზათარია ზაფხულში შემოვიდნენ. აფხულამდე არ ვირი მოგწევ არ ვირის პატრონი. კაკი დიდი მადლობა, რეკლამის შემდგომ მიიღეთ პასუხი. რეკლამაა ჩვენს ეთერში. მამისონის უღელტეხილზე იყო თოროსტების საუბარი. მამისონი რაჭაზეა. კი ბატონო. არ ვიცი, რაჭაში შეიძლება იქ ორს იყო გზა, სამანქანო გზა გადიოდა მე მახსოვს. ასფალტის გზა არ იყო, მაგრამ საწითო მანქანებს შეეძლო გასვლა და გამოსვლა. ეს ებრაელებიც ოში იმიტომ ცხოვრობდნენ, რომ ჩრდილო კავკასიის ბაზარზე გადიოდნენ თავისუფლად ჯერ კიდევ მე-18-მე-17 საუკუნეებში. არ არის ახლა ეს ისეთი, რომ როგორ უნდა შემოვიდეს ოსეთში იქედან გზა საქართველოს თავრობის ნებართვის გარის. ცოტა მაეჭვევს მე ამ ამისოზე რუსული პროექტის რეალობაზე. როგორც დასწრებს ორი გზა, ერთ რომელსაც ვიყენებთ, მეორე რომელიც არის როგორც რეზერვი, შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როცა ეს დაგჭირდება. ანუ აქ საუბარი არის იმაზე, რომ როკის გვირაბი არსებობს და ამით სამხატვრო-ოსეთი მარაგდება და ეს ამ გზით სარგებლობს. მაგრამ აგრესიის შემთხვევაში რუსეთს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთით დაჭირდება დამატებითი სატრანსპორტო მაგისტრალები. ნებისმიერი არსებული გზა, ეს არის კარგი ასფალტიანი უასფალტო ასე შემდეგ, თუ იარსებებს, ეს იქნება დამატებითი საშუალება ძალების კონცენტრირების. აგრესიის შემთხვევაში ვინ რაც როდის რანაირად გამოიყენებს, თუ არ იარსებებს, ვერ გამოიყენებს. ამიტომ თუ არსებობს ასეთი მიუხედავად მისი მდგომარეობისა და მიუხედავად იმისა, სად შედის ის, თავარი არის რომ ის არსებობს. ამიტომ მოდი ამასთან ერთად დაუბრუნდები აფხაზეთის თემას, სადაც სიტუაცია. ესე იგი, თქვენ თვითონ მაყურებლის შეგეცდათ რომ პასუხი გავცეთ. პოტენციურად ზაფხულში მაინც შეუძლიათ იმ გზის
გამოყენება რუსეთს ვეჭობ. ეს არის დამატებითი, მაგრამ